ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე უფლის მადლი ყველა მიუვალი მთის ფერდობსა და ცადაზიდულ მწვერვალებზე აგებულ იმ ეკლესია მონასტრებშია, სადაც საუკუნეთა განმავლობაში არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც იწვრთნებოდა და ყალიბდებოდა ქართველი ქრისტიანიერის კულტურა, ისტორია და ტრადიციები. ჩვენი წინაპრების უფლის დიდი სიყვარულითა და გულმოდგინებით ნაგება მადლიანი სალოცავების მადლი გვიფარავდა ხილული და უხილავი მტრის სიავისაგან. ამიტომაც განსაკუთრებულად იბრძოდნენ ამ სიწმინდეების დასანგრევად, მიწისპირიდან აღსაქმელად, მაგრამ მათი სახელები დავიწყებას მისცემია. უფლის მადლით გასხივოსნებული ქართული სალოცავები კი საუკუნეთა შემდეგაც ვერ იტევს მრევლის სიმრავლეს, უფლის სიყვარულით ანთებულ მლოცველთა თვალებს და მადლიან სასულიერო პირებს. დასავლეთ საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეულის, ანდრია პირველწოდებულის სახელს მრავალი უძველესი ტაძრის სახელი უკავშირდება. აჭარისა და აწყურის შემდგომ გადმოცემის თანახმად კოლხეთწვევია და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგია. აქვე ულამაზეს მთებში მარტვილში, სალხინოს ახლოს ხირზენის მთებში დღემდე რომ მწვანეშია ჩაფლული და პირველქმნილი სანახაობით აკვირვებს მნახველს პირველი ქვის ჯვარი აღუმართავს და დაუტოვებია ახლად მოქცეულ ქრისტიანთათვის. ამ ადგილისთვის ქეჯვარი უწოდებიათ. მოგვიანებით მე-7 და მე-8 საუკუნეებში აქ პატარა ქვის ტაძარი აუგიათ მთავარანგელოზთა სახელზე, რომელიც დღეს მთებში ჩაფლული ცივი და სწრაფი მდინარის სიახლოვის გამო წაჩხუროს მთავარანგელოზთა სახელით არის ცნობილი. თუმცა მას დედათა და შვილთა მფარველი სახელითაც იცნობენ. შვილის მომლოდინე მრავალი წყვილი ყოველ წელს მოუთმელად ელოდება წაჩხუროს მთავარანგელოზთა დღესასწაულს, რათა თავისი ვედრება შეასმინოს მადლიან სალოცავს და დედაშვილობის თუ მამაშვილობის სიხარული შეიცნოს. განსაკუთრებული სალოცავია ჩვენს ეპარქიაში წაჩხურას მთავარანგელოზების ტაძარი ქვია ამ სალოცავს. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ შვილიერების მომმადლებელი ტაძარი, ასე ქვია. მე-15 საუკუნიდან არსებობს გადმოცემა, რომ აშენდა ეს დიდებული ტაძარი და რა მადლითაც აშენდა მთავარანგელოზების სახელზე. იმ მადლიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს მოსვლას ამ წმინდა ტაძარში და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელთაც შვილი არ აყავს, ეს ტაძარი დიდი ლოცვისა და დიდი ვედრების შემდგომ აძლევს შვილს. ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენი ეკლესიისა და მე მახსოვს და დავიბადე და გავიზარდე ამ სოფელში და მახსოვს ბავშვობიდანვე როგორ მოვდიოდი ამ ტაძარში და ჩემი ბავშვობიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე რაღაც ვფიქრობ, რომ ყოველ წელიწადს იმატებს, მატულობს და მატულობს მრევლი. ანუ გარდა ემატება მადლი ღვთისა. ძალიან ბევრ ადამიანის ოჯახს ახარებს, ძალიან ბევრ ადამიანს ანიჭებს შვილიერებას და მე შემიძლია ესე თამამად თქვა და ყველას უთხრა, რომ შეუძლიათ მოვიდნენ ამ წმინდა ტაძარში, ილოცონ მათი ოჯახისათვის და ღვთის მადლით აუცილებლად მათ მიენიჭება შვილიერება. კომუნისტური ათეიზმის ხანაში სხვა ტაძრების მსგავსად წირვა-ლოცვა წაჩხუროს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში შეწყვეტილი იყო. უფლისნებითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 15-ოდე წელია, რაც ღვთისმსახურება განახლდა. მოიხატა ტაძრის კედლები და ჩატარდა სხვა აღდგენითი სამუშაოები. აშენდა საცხოვრებელი კელიები და სატრაპეზო. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს ლოცვა-კურთხევით გასულ წელს აქ მამათა მონასტერი დაარსდა, სადაც წირვა-ლოცვა დღემდე აღესრულება. ყოველ ხუთშაბათს კი უშვილოთა სავედრებელი წირვა სრულდება. თუმცა ყველაზე მეტი მომლოცველი ტრადიციულად ტაძრის დღესასწაულზე წაჩხურობას მოდის. ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს ხირზენის მწვანე მთებში ჩაფლული სალოცავისკენ მომლოცველების მსვლელობა შუაღამით იწყება. მოდიან დარდითა და სევდით სავსე გულებით, ფეხშეშველები, შესაწირით ხატებით, მოდიან სიხარულითა და მადლიერებით სავსენი შვილებით, რომელთა თხოვნად შეისმინა უფალმა. მოდიან მომავალი მშობლები იმედით და რწმენით, რომ მომავალ წელს ამ გზას სიხარულითა და მადლიერებით სავსენი ამოივლიან. ამჟამად კი პატარა აკვნებით მოდიან. დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ქართული აკვანი მხოლოდ ეთნოგრაფიულ ნიმუშად არის ქცეული, საოცარია ამ მწვანე ფერდობზე აკვნების სიმრავლე, რომელიც ერთგვარი შესაწირია წაჩხუროს სალოცავისთვის. ტრადიცია, რა თქმა უნდა, უფრო ხალხურია, ვიდრე კანონიკურად ქრისტიანული, მაგრამ უფლისათვის გულით მორთმეული მცირედიც კი შეიწირების და თავს ამით ვიიმედებთ ვამბობენ. წაჩხუროს ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები ამ აკვნებს ნაკურთ წყალს ასხურებენ და შემდეგ ბავშვებს ურიგებენ საჩუქრად.
დღესასწაულს აღნიშნავენ ესე რომ ვთქვათ ბრწყინვალე შვიდეულის ყოჩაბაც და უშვილოწყვილები ამოდიან წაჩხურუს სახელობის ტაძარში, სადაც შესთხოვენ უფალს, ანუ შვილიერებას, ესე რომ ვთქვათ. და რა ვიცი, ამოყავთ აკუნები, ვის როგორც, ანუ სათამაშოები, გოგოც, ბიჭიც და შესაბამისად შემდეგ არის ლოცვა, აკურთხებს ამავამ ყველაფერს. უფლისთვის შვილის სათხოვნელად ვარ მოსული. მე რამდენიმე ხანია. პირველად ვარ მოსული. სმენია რომ უშვილოდ შეეწევა მადლი ამ დღის და მაგიტომ ამავედი სათხოვნელად უფლისთვის. შვილზე ლოცულობ, მაგ დიდი იმედი ღვთის უფლის შეწევნით, ჩემ შვილზე და ყველა მლოცველზე გადმოვიდეს მადლი უფლისა და დედა ღვთისმშობლის. რა იცით წაჩხურუსზე? არაფერი თითქმის პირველად ვარ და მე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი. რწმენით ამოვდივართ და ვჯერა. რამდენად ხართ? მესამედ. მესამედ ხართ ამოსული. დიახ, და თუ გაგიგიათ აი თქვენს ირგვლივ. კი, ძალიან ბევრი გაგვიგია, უშვილოები ამოდიან რწმენით და რომლებსაც ახლა უკვე ყავთ და პატარებით ამოდიან. წაჩხურუზე ისენია, რომ ნავიგად მიცემით ბევრი რამე არსებობს ამასთან დაკავშირებით და ძალიან მჯერა, იმიტომ რომ ძალიან მადლიანი დღეები გვიტყანან, მოგეხსენებათ რომ ბრწყინვალე შვიდეულია და ძალიან დიდი იმედებით ვარ მოსული. ზოგადად ყველაფერს ვთხოვ უფალს, რომ მთელი საქართველო დალოცოს, გააძლიეროს და სულ ასეთი მადლიანი დღეები გაგვithენოს მრავალჟამიერი. მე რამდენად ხართ ამ? პირველად ვარ. მე აღფრთოვანებული ვარ, ძალიან გაოგნებული ვარ. ძალიან მადლიანი დღეა მართლაც. ჩხურობასთან დაკავშირებით მე წელს პირველად ვარ და ვიცი რომ ძალიან დიდი დღესასწაულია, ყველა სურვილს, ნატრას ასრულებს და მეც ამ იმედით მოვდივარ შემოგევლა. თქვენი საკვანი რატო? შვილი არ მყავს. იმედით მოვდივარ რომ ვიცი სასწაულს მოახდენს. ვისგან გაიგეთ ამის შესახებ ხალხები? რა ვიცი, ძალიან ბევრი მსმენია. სამეგრელოში მეუღლამ სამეგრელოდან მყავს. იქ თბილისში მეზობლები მყავს კიდე და იმათქვა ჩემ პირდას ჩვენ წაგიყვანთ. მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით და აქ მას პენსიობა გაგვიწიეს. მამაო, დაგლოცეთ და ორი სიტყვით ხარით, საიდან მოგზაურდებით? ჭყონის მიზან ნიკოლოზი ტაძრიდან ხაც მოვაბრძანებ მთავარანგელოზებს. ყოველწელი ტრადიცია არის მეუფისგან ლოცვა კურთხევით, რომ ვიტანე და მოვაბრძანოთ ხატი. ყოველ ხუთშაბათს ამბრძანდება და ერთმა დალოცოს ქართველი შევეწევოდეს ამ ტაძრის მადლი. ისეთი დღე არა ადამიანი აქ უნდა იყოს. აი ხშირად მამები ამბობენ, რომ გაიგებს ხალხი თუ არა მეთქი, იმიტომ რომ აქ ახარ, მაშინ იგზობა მადლს და მოусურვებთ ქართველებს რომ მოვალწადოს ამოსულიყვნენ. ან შეძლებს დაგვიართ და ამოვიდნენ და ილოცე. ხო ხედავთ ბევრი აკვნით ამოდის. მასევედრებიან. არის შემთხვევა 7-8 წლის შემდეგ ეძლებათ შვილი და იმაშობიან რა დალოცვით და შეგვეციოს მადლი და მეც წინამძღვარი ტაძრის გემზარდება და ძალიან მინდა რომ მყავდეს შვილი, ვცხოვრობ ეკლესიურად. მართლმადიდებლურ ყველა ცნებას ვიზიარებ და მინდა რომ უფალმა ამისრულოს სურვილი და მყავდეს ასეთი შვილი. მე რამდენად ხართ ქალბატონია? პირველად ვარ ამოსული, პირველად. და აი რა გაგიგიათ წაჩხუროს? წაჩხუროს მთავარანგელოზის შესახებ მე თვითონ მარტვილელი ვარ, მაგრამ ვარ კომუნისტების ოჯახში დაბადებული გაზელი, ნუ ჩემი წინაპრების ათეისტური იმით, ნუ თავიანთი ეპოქის ღირსეული მემატიანეები იყვნენ და ძალიან პატარა რო ვიყავი. და როცა არავინ არ დადიოდა, მე ვიცი რომ აქ სალოცავად ხალხი ამოდიოდა ყოველი აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს. ძველი ცოდვების მისატევებლად, წინაპრების ცოდვების მისატევებლად, უშვილოთა შემწედ დამხმარედ, მხსნელად ევლინებოდა იმ დროიდან დღემდე მოყოლებული. და დღეს როცა უკვე მართლმადიდებლობას და უფალს ასეთი გზახსნილი აქვს მიწიერ ცხოვრებაში, ყველას მე მგონი კი არა, ნამდვილად ასე იქნება, რომ შეეწევა თითოეულ მართლმადიდებელ ოჯახს. წელს გამორჩეულად ბევრი მომლოცველი ეწვია ტაძარს. სადღესასწაულო წირვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ აღასრულა. მეუფემ დალოცა შეკრებილი მრევლი. თითოეული მათგანი უფალს შეავედრა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყოველი დღე არის წყალობა ღვთისა, ყოველი აღდგომა, ყოველი წელიწადი არის წყალობა ღვთისა და აი საოცარია ეს ადგილი რაღაც თითქოს აღდგომის მადლის გაგრძელებისა, განახლებისა თვის აკურთხა უფალმა წაჩხუროს მთავარანგელოზს და რომელიც ყოველთვის
აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს და უფრო მეტიც ყოველი ხუთშაბათიც კი ამ სოფელში როგორც დღესასწაული აღინიშნება, როგორც აი აღდგომა წარმოიდგინეთ ტრადიციაა სოფელ სალხინეში, რომ ხუთშაბათ დღეს მიცვალებულს არასაფლავებენ, გლოვა არ შეიძლება. აი როგორც აღდგომას, როგორც დიდ დღესასწაული ყოველი ხუთშაბათი არის ძალიან დიდი დღესასწაული, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული პატივით, განსაკუთრებული ზემი იყო ღვთისაგან დაწესებულია და დღეს ამ ხალხის სიმრავლე აქ ამოსული ადამიანებისა ფეხით თუ მანქანით თუ ფეხშიშველი ძალიან ბევრი ამოვიდა სულიწმინდის მადლის, აღდგომის მადლის გასაახლებლად, უფრო მეტად გასამდიდრებლად, სულიწმინდის მადლის მოსახვეჭად. ეს ნიშნავს, რომ აი ღვთის განსაკუთრებული მადლი, ეს მადლი გვიზიდავს ჩვენ. ის რწმენა გვიზიდავს, რომ წაჩხურის მთავარანგელოზებს რაღაც განსაკუთრებული მადლის, სიხარულის, წყალობის, კურთხევის მოცემა შეუძლია და ესეც არის ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის თითოეული თქვენთაგანი მადლიერებით არის იმისა გამო, რომ ღმერთმა თხოვნა შეუსრულა და აი მადლიერებით არის ამოსული და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აი ქრისტიანთათვის ერთ-ერთი მთავარი ლოცვა ეს არის ლოცვა მადლიერებისა. ჩვენ ძალიან ხშირად ღმერთთან შევდივართ ეკლესია ღვთის სახლში, სანთელს ვანთებთ, უამრავი თხოვნა გვაქვს, ვევედრებით ხოლმე უფალს, ბრუნდებით ზოგჯერ ძალიან მობრუნებული არა ვართ, რომ უცებ რაღაც შეგვისრულდება, ან რაღაც ძალიან ცოტა დრო გაევლის და გვავიწყდება ხოლმე, რომ ისევ დავრუნდეთ და ღმერთს მადლობა შევწიროთ. ანუ რომ ავიღოთ პროცენტულად რაოდენობა ხალხისა ყოველთვის ეკლესიაში რომ სანთელს ანთებს შედის უამრავი სათხოვარი გვაქვს, მაგრამ აი მადლიერებისთვის, მადლობის მოსახდელად ის რაც წყალობა თითოეულ ჩვენთაგანზე ყოველდღიურად, ყოველწლიურად უამრავი გარდამოდის, რომ ჩვენ ვარსებობთ აი რა მდგომარეობაშიც როგორც ვართ, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა, აი ამისათვის უნდა შევწიროთ მადლობა. აი მე ხშირად მიყვარს გახსენება ერთი ადამიანი, რომელიც აფხაზეთიდან იყო დევნილი, რომელიც რაღაც ძალიან ბევრი უბედურება, განსასწრელი გამოიარა, სახკარი დაკარგა, შემდეგ ახლობელები ოჯახის წევრები გარდაეცვალნენ. აქაც უამრავი ამ დევნილობის პერიოდში დიდი განსასწრებლები შეხვდა და ძალიან გაუბედურებული სასოწარკვეთილი მიიყვანეს პატრიარქთან. ცნობილი პიროვნება იყო სხვათა შორის, მაგრამ რაღაც აი სულიერად რო გატყდა და უყვება თავის გაჭირვებას პატრიარქს, თავის უბედურებებს, აი აფხაზეთიდან მოყოლებული რაც შეხვდა და როგორი უბედურიო გავჩენილვარო და პატრიარქი ეუბნება, რომ ბედნიერებისთვისო ქართველობაც საკმარისია და ქრისტიანობაო. აი მართლაც ესია დიდება ღმერთს, რომ აი ჩვენთვის იმისთვის რომ ბედნიერი ვიყოთ, რა აი ქართველები რო ვართ, ქრისტიანები რო ვართ, ეს საკმარისია და თუ ჩვენ ამას სწორად გავიგებთ და გავიაზრებთ, რა თქმა უნდა მართლაც ესე მოხდება, რომ ჩვენ აი სიხარულით აღვივსებით, აი მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთისა ყველაფრისათვის და მადლობა ღმერთს. მინდა თითოეული თქვენთაგანი დავლოცო, კიდევ ერთხელ მიულოცო აღდგომის დღესასწაული. ღმერთს მადლობა შევწირო, რომ უფალმა აქ მოგიყვანათ აი ამ წმინდა ადგილას, ამ ამაღლებულ ადგილას, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდი სიხარულით აღვივსეთ, როდესაც გავიგეთ, რომ აქ შეკრებილი ადამიანებიდან რამდენიმე მათგანი ჩვენი გადაცემის წყალობით მოხვდა ამ მადლიან ადგილზე. შეგვხვდნენ ჩვენი ყოფილი რესპონდენტებიც, რომელთაც უკვე თავისი შვილები გაკვაცნეს. მათ შორის გახლავთ პატარა მიქაელიც, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია უკავშირდება. ეს არის მიქაელ გეგეჭკორის სამწლინახევრის და წაჩხურუს საჩუქარია. მთავარანგელოზებთან ხოვნით არის დაბადებული. როგორი ბიჭია, აი გამოირჩევა თუ არა? ამბობენ რომ გამოირჩევა, არის ძალიან შვიდი, მომთმენი, დაცდა იცის, მოთმენა იცის. უყვარს ძალიან ქართული მულტფილმები. ჩაშალ ვიყავით და წელს ვაჩუქა ღმერთმა ახალწლად ნინი. მე კიდე მემაჩერე რა ლოცვიდა რაიმე. დიახ. ვის თქვენ თავისი ერჩევით ამოხვედით? ეს ძველიდან ვიცი. ბევრი გამიგია და ასე სამი წელი. თქვენც და სრულიად საქართველოს ფარავდნენ წაჩხუროს მთავარანგელოზები და შეგახსენებთ, რომ სალხინოსთან ახლოს უშვილოთა მფარველი მადლიანი ტაძარი მთელი წლის განმავლობაში ყოველი წლის ხუთშაბათს ელოდება მომლოცველებს.